დღეს ჩვენ უარს ვამბობთ მანდატებზე და შესაბამისი განცხადებით მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. სულ რამდენიმე წუთში ჩვენ ამ განცხადებას შევიტანთ პარლამენტში. მე ირმა ინაშვილი არ ვიქნები მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. კაფიოდ ვამბობ, ეს არჩევნები გაყალბდა, სრულიად წარმოუდგენელია და ვერანაირ გათვლებში ვერ ჯდება და ვერანაირი მათემატიკური ფორმულით ვერ იხსნება, ან სხვა რაიმე ფორმულით, რომ ჩვენ პარტიას მიეღო 3%. ძალიან ბევრი მტკიცებულებაა და ფაქტია იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, სრულიად უსაგნოა ქართული ოცნების ჭყალებში ლოგიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე დავამტკიცოთ, დამტკიცებულია არაერთი ფაქტით და თუნდაც გამონზეურებული 164%-იანი ოქმებით, რომ არჩევნები გაყალბდა. შესაბამისად, ჩვენ დღეს ვტოვებთ მანდატებს, მე ირმა ინაშვილი, გოჩა თევდორაძე, გიორგი ლომია და ჩვენ ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას. მოკლე კომენტარს გავაკეთებ. დღეს დანარჩენი პროცესი გრძელდება. ჩვენ რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში ვართ. კიდევ ერთხელ რომ უთხრათ მაყურებელს, რატომ მოხვედით აქ და რატომ ტოვებთ თქვენ მანდატებს? მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თქვა, რომ არ შევა მეათე მოწვევის პარლამენტში, ვინაიდან გაყალბდა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები. სრულიად უსაგნოა ქართული ოცნების ჭყალებში ლოგიკა, რომელიც გვეუბნება, რომ ვერ ამტკიცებს თითქოს და ოპოზიცია ამ არჩევნების გაყალბებას. არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ხაზს უსვამდით იმას, რომ ამისი დამამტკიცებელი და დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალა არსებობს და არის და გადახედონ იმ გადასწორებულ ოქმებს, სამარცხვინო ოქმებს, რომელიც გამოფინა თავის დროზე CSKOM 164%-იან ოქმებს გულისხმობ. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური პარტია ამ ვითარებაში მუდმივად უსვამდა ხაზს იმას, რომ ჩვენ არ შევალთ პარლამენტში და პლუს ჩვენ ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ მოქმედებთ დამოუკიდებლად. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა, მივყვებით ჩვენს დამოუკიდებელ გზას და ჩვენი ყველა ნაბიჯი, მკაფიოდ მინდა ვთქვა, იქნება ზნეობრივი, რაც თავარია და იქნება სამართლიანი. ჩვენ არ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოში მომხდარიყო არჩევნების უზურპაცია. ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ მიგვეღწია ქვეყანაში თავისუფალი დემოკრატიული არჩევნებისთვის. და ჩვენ ამას მე დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ. დღეს ჩვენ ამ განცხადებებს შევიტანთ პარლამენტში, ვტოვებთ მანდატებს. დანარჩენი პროცესი გრძელდება. ძალიან სამწუხაროა, რომ მე ამ 20 დღის განმავლობაში ვიყავი ავად და მანამდე ვერ მოვახერხე ამ განცხადების შეტანა. არა მარტო მე, არამედ ჩვენი პარტიის თითქმის ყველა ლიდერი იყო ავად კორონავირუსით. ეხლა ჯანმრთელად ვარ, კარგად ვარ. ძალიან ოპტიმისტური განწყობა მაქვს და შესაბამისად ჩვენ ამ განწყობით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს ამ ქვეყანაში. პარტიების რება, რომლითაც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლებლად დაფინანსება. ანუ ჯერ დაკავშირებით ეს თქმა შეგიძლიათ, იმიტომ რომ როგორც ჩანს ქართული ოცნება მაინც არ თარგმდება იმაზე, რომ თქვენ ასე ვთქვათ მანდატები შეგიწყვეტათ და გააუქმოთ. რაც შეეხება მოლაპარაკებების რაუნდს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობა. მე ვესწრებოდი ამ რაუნდებს და ვაფასებ მათ ძალისხმევას. სამწუხაროა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დამოუკიდებლად დიალოგში შესვლა ოპოზიციას და მმართველ პარტიას და გვჭირდება დახმარება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მაგრამ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევას უაღრესად აფასებს. მე მაქვს მოლოდინი, რომ შედგება მორიგი რაუნდი და ამ რაუნდზე მოხდება შეთანხმება. მაგრამ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს მოლაპარაკებები, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის, რომ ყველამ ერთად მივაღწიოთ ქვეყანაში კითხვის ნიშნების გარეშე სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მიღწევას, ასეთი ტიპის არჩევნების ჩატარებას და მე ყველას ვარწმუნებ,
რომ ასეთი არჩევნები დაინიშნება ამ ქვეყანაში, ახალი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება. პარტიების დაფინანსებაზეც რომ ვიბრათ, ხანო იმ შემთხვევაში თუ არ იქნება ათვისებული, ანუ ოპოზიცია არ მიიღებს დაფინანსებას. ეს არის აბსოლუტური კლასიკური ტიპის შანტაჟი მართველი გუნდის მხრიდან პარტიების დაფინანსების მოხსნასთან დაკავშირებით. ძალიან კაფიოდ მინდა ავხსნა და განვმარტო, რომ 2016 წელს პარტიების დაფინანსების გაუქმებაზე არ საუბრობდა რატომღაც მართველი გუნდი. მაშინ სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ გახდნენ კვალიფიციურები. სახელმწიფოს მხრიდან პარტიების დაფინანსებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ერთ პარტიულ რეჟიმში არ აღმოჩნდეს სახელმწიფო, რისკენაც ილტვის და რაც პრაქტიკულად მიიღო ქართულმა ოცნებამ მეათე მოწვევის პარლამენტის სახით. ჩვენ ამ დაფინანსებას სახელმწიფო გვაძლევს იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესი არ მოკვდეს ქვეყანაში. ეს ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი ამორჩევლების ფულია და ეს არ არის კობახიძის ან დინარაძის ოჯახის ბიუჯეტი, ოჯახური ბიუჯეტიდან გაღებული მოწყალება. თვითონ ეს ფაქტი, რომ ასეთი ტიპის შანტაჟზე დაფუძნებული კანონპროექტი შედის პარლამენტში, ეს არის დაბრუნება ძერჟინსკის ეპოქასთან. კობახიძე ფორმირდება ამ ქვეყანაში როგორც ახალი ტიპის ძერჟინსკი. ძერჟინსკიც ვერ არის, ძალიან უნდა რომ ძერჟინსკი გახდეს, მაგრამ ძერჟინსკიც ვერ არის. მაგრამ ეს მეთოდი, ეს წითელი ტერორის მეთოდი, რომელსაც ახლა ამ დაფინანსების შეწყვეტის ფორმით იყენებს ხელისუფლება, არის აბსოლუტურად დაუშვებელი და აბსოლუტურად მიუღებელი. არჩევნები გააყალბა ხელისუფლებამ. კითხეთ, რამდენს იღებს თვითონ მართველი პარტია გაყალბებული არჩევნების შედეგად ბიუჯეტიდან, ეს არის 20 მილიონი ლარი. 400,000 ლარი გამოსდით თვეში და გაყალბებული არჩევნების შედეგად კიდევ ბიუჯეტიდან 20 მილიონის მიღება. აი, ამაზე იფიქროს ქართულმა ოცნებამ და ამაზე გაცეს მშიერ ხალხს პასუხი. მადლობა.